იუსტიციის მინისტრმა არბიტრაჟის შესახებ ახალი კანონი პარლამენტში განსახილველად გაგზავნამდე ბიზნესმენებს გააცნოთ. იაწოლუკიანის განცხადებით კანონპროექტის მიღების მთავარი მიზანი საქართველოში არბიტრაჟის ინსტიტუტის განვითარება და არბიტრაჟის შესახებ კანონის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნული კანონპროექტი დღეს ეკონომიკის მინისტრმა და ბიზნესმენებმა შეაფასეს. კანონპროექტის სახით ცვლილებების პროექტი მთელი რიგი, რომელიც საქართველოში წინ წამოსწევს არბიტრაჟის ინსტიტუტს რამდენიმე მიზნით. პირველი იმისთვის, რომ ბიზნესს და ბიზნესმენებს ჰქონდეთ მარტივად დავების გადაწყვეტის საშუალება. უპირველეს ყოვლისა მინდა თქვა, რომ სამოქალაქო სასამართლოები არის გადატვირთული და აუცილებელია მათი განტვირთვა, ასევე აუცილებელია, რომ სპეციალური კომპეტენციის მქონე მოსამართლეებმა განიხილონ ბიზნეს დავები და ეს კომპეტენცია უნდა იყოს ძალიან მაღალი იმისთვის, რომ დამოუკიდებელი არბიტრაჟის სისტემა იყოს ეფექტიანი. დღეს არსებული ხარვეზები გახდა იმ ინიციატივის საფუძველი, რაც ბიზნეს ასოციაციამ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად აქტიური მუშაობის შედეგად წამოიწყო და საბოლოო ჯამში დღეს ჩვენ ვიღებთ კანონპროექტს.